მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაიშვა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად 25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. თქვენ იმედი გქონდათ, რომ გუშინ დასანქცირდებოდა ყულები, მაგრამ არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულებში არ ირღვევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის კომენტარს, სადაც მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულების დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ქვეყანას რაღაც დაუშავდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის არაფერი დაუშავდეს, განაცხადა ყობახიძემ. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატურ კამპანიას აგრძელებს. ევროპარლამენტში მიღებული არაერთი რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული და მიზნად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ისახავდა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტში ერთი მხრივ რეზოლუციები ინიცირდება და მეორე მხრივ საქართველოში ევროპული ქვეყნების ელჩები აცხადებენ, რომ სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთისთვის და გვიწოდებენ, რომ ჩამოვშალოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ომის ქარცეცხლში გავახვიოთ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანაა შეიქმნას ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი. სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას. მათ შორის ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს. შეიძლება რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლებადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი. ამაზე ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება, განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მქონდა გაეროს სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების საკითხებზე. ჩვენთვის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და იქ ადამიანების უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ის საკითხია, რომელიც სწორედ ამ ფორმატებში განიხილება, განაცხადა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო ჩართულობის აუცილებლობაზე. მისივე შეფასებით ჟენევაში გამართული ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო მხარდაჭერის კონტექსტში. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შენობა ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობა გამკაცრდა და ამოქმედდა არაერთი რეგულაცია, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარღვევები კვლავ ფიქსირდება. როგორც მე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განმარტა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს ახდენს, რაც მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია. კალაძის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და უსაფრთხოების წესები ყველა მშენებლ
მშენებელმა უნდა დაიცვას. ამასთან დედაქალაქის მერის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს აკეთებს. დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელგუჯა მელაძის განცხადებით, შრომის ბაზარზე დასაქმების მსურველი მოქალაქეების ნაწილი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაზეც ვაკანსიებია. როგორც მან მედია ცენტრში მთავარი გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ექიმებზე, ექთნებზე, მშენებლებზე, შემდუღებლებზე და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზე. მისი განმარტებით, შრომის ბაზარზე გამოწვევები არც უკავშირდება დისბალანსს მოთხოვნა მიწოდებას შორის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის ზოგიერთი პროფესია აღარ არის საჭირო, რაც ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება ადამიანს ეგონოს შვილს განათლება მივეცი, რომელიღაც უმაღლეს სასწავლებელში და დიპლომი ხომ აქვსო, მაგრამ ეს დიპლომი საკმარისი არ არის, განაცხადა მელაძემ. როგორც მან აღნიშნა, სასწავლებლებში მხოლოდ თეორიული სწავლება საკმარისი არ არის და საწარმოო პრაქტიკა არის არსებითი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდ თოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა ბერნარდ გეტამ განაცხადა, ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან, განაცხადა გეტამ. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ევროკავშირი უკრაინას უნდა დაეხმაროს. დასკვნა მარტივია იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა ამ პრორუსულ მთავრობას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხებში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. უწუხვა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები უფრო ადრე არ დაიწყეს. ეს დიდი შეცდომა იყო. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა საბოლოოდ შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება, განაცხადა იუკნევიჩიენემ. ფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსსა და ევროპარლამენტის წევრებს ქართული ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ქართული ოცნების არა. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა განაცხადა. მან რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობა რასა ამ ძალიან კარგი ანგარიშისთვის ძალიან რთულ დროს. მგონი ძალიან ნათლად თქვით, რომ როდესაც დემოკრატიული უკუსვლის განმარტებას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გჭირდება, უბრალოდ თბილისში უნდა ჩავიდეთ. ასე რომ ამ ეტაპზე მგონია, რომ ევროკომისიის ანგარიში სრულად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ალბათ ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია, განაცხადა ტობიას კრემერმა. თურქეთში F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რასაც პილოტი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. F-16 ტიპის გამანადგურებელი ბალიქესირის საჰაერო ბაზიდან აფრინდა, ხოლო მასთან კავშირი ღამის 12 საათსა და 56 წუთზე დაიკარგა. სამძებრო სამაშველო ოპერაციების დაწყების შემდეგ დადგინდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა, აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზის გამოძიება დაადგენს. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.